მოგესალმებით, დღეს ორშაბათია და ჩვენი სამედიცინო გადაცემა თეთრი ორშაბათი კვლავ ეთერშია. როგორც ყოველთვის, დღესაც ძალიან საინტერესო თემით და ძალიან საინტერესო სტუმარით ვართ წარმოდგენილი. სანამ ჩვენ სტუმარს გაგაცნობთ, მანამდე მინდა ორიოდე სიტყვით შესავალი გავაკეთო. ბარიატრიული ქირურგია. რაც წარმოადგენს ბარიატრიული ქირურგია? არის თუ არა ის სიმსუქნის მკურნალობის, მხოლოდ სიმსუქნის მკურნალობის საშუალება. როგორც წესი, ბარიატრიული ქირურგია ხელს უწყობს სხეულის მასის სტაბილურ და გრძელვადიან კლებას. ოპერაციის შემდეგ პაციენტებში უმჯობესდება როგორც ჩაქრიანი დიაბეტის, ასევე არტერიული წნევის ციფრები, ჰიპერლიპიდემია, საძილე აპნოე, გარდა ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა, პაციენტებს აღენიშნება ცხოვრების ხარისხის ამაღლება და ფსიქოსოციალური ადაპტაციის გაუმჯობესება. თუმცა ბარიატრიულ ქირურგიას თან ახლავს გარკვეული რისკები. ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდში შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა, შესაძლებელია იყოს გარკვეული ინფექციები ან ანასტომოზის არასაკმარისი მდგომარეობა. მე მგონი მე ყველაფერზე ვილაპარაკე, ხო ბატონო ლაშა? მოგვიანებით კი კვებითი დეფიციტები, მაგალითად როგორიცაა სისწარმოქმნაში მონაწილე ვიტამინების დეფიციტი, დეჰიდრატაცია, ჰიპოგლიკემია და გასტროდუოდენალური პრობლემები. წარმატებული შედეგის მისაღწევად გადამწყვეტია პაციენტის мотиваცია, კვებითი რეჟიმების დაცვა, რეგულარული სამედიცინო მონიტორინგი. ეს არის ის საერთო შესავალი, რაც შეიძლება ითქვას ბარიატრიულ ქირურგიაზე. საერთოდ ზოგადად ბარიატრიულმა ქირურგიამ გადატრიალება მოახდინა ბევრი ადამიანის ცხოვრებაში. რას ნიშნავს ბარიატრიული ქირურგია? რატომ შეიცვალა, ასე ვთქვათ, თავისი დასახელება? სხვათა შორის, როცა ამ გადაცემისთვის ვემზადებოდით, ბატონმა ლაშამ რამოდენიმე შენიშვნა მომცა ამ ქირურგიული ჩარევის ინტერპრეტაციაში, ხო? ეხლა მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმარი, ბატონი ლაშა სარალიძე, ქირურგი, ზოგადი ქირურგი, ონკოქირურგი, ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგი, ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი. ხო, სწორად წარგადგენეს ბატონ. მინდა გითხრათ, რომ ბატონმა ლაშამ წარმოუდგენელი პატივი დაგუდო, დღეს პირდაპირ საოპერაციო ბლოკიდან ხათრი ვერ გაგვიტეხა და გვესტუმრა დღეს სასაუბროდ ბარიატრიულ ქირურგიაზე. მოგესალმებით ლაშა. მოგესალმებით, მიესალმებით თქვენ რადიო დამაყურებლებს. თქვენ ისე ამომწურავად თქვით ყველაფერი, რა ვიცი ხა რაღაც დავამატო. ყველაფერი უნდა დაამატოთ. ბარიატრიული ქირურგია ეს ახლა მეტაბოლურ ქირურგიასთან ერთად მოიაზრება, ცალკე ბარიატრიული ქირურგია ეს არ არის. გაყენებული რაღაც შედარებით ახალგაზრდა დარგია ეს ქირურგიის. ეს მოიაზრებოდა როგორც სიმსუქნესთან ბრძოლის და სიმსუქნის სამკურნალო ქირურგია. სიმსუქნე მოგეხსენებათ ჩვენი საუკუნის ეპიდემიათაც არის წოდებული ეს პრობლემა. საუკუნის უბედურება. უბედურება და ამისთვის არის ეს ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგია. ბარიატრიული ქირურგია თვითონ სუფთა ბარიატრიული ქირურგია გამოიყენება იმ დროს, როდესაც პაციენტი ძალიან სუქანი, ესე ვთქვათ, სხეულის მასის ინდექსი, როდესაც არის 40 და მეტი. თუმცა სხეულის მასის ინდექსი არის მხოლოდ ერთი მაჩვენებელი, ეს კომპლექსური პრობლემის მოსაგვარებლად არის ეს ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგია, რაც თავის თავში მოიცავს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მკურნალობას. აი ზუსტად აქ შემოდის ახლა მეტაბოლური ქირურგია. ეს მეტაბოლური ქირურგიის დროს არა მარტო სიმსუქნე, არამედ მეტაბოლური ცვლილებების მოწესრიგება ხდება, რაც ვითარდება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს. აი დაავადებები, რაც თქვი ჩამოთვალეთ, რომ უმჯობესდება ამ ოპერაციების შემდეგ, ზუსტად ის დაავადებები არის ჩვენება ამ ოპერაციის წარმოების. ბოდის გიხდით, ჩაგეძიებით მაშინ ჩვენ საერთოდ ჩვენი გადაცემა არის ესეთი შემეცნებითი, ჩვენს ადამიანებს უბრალოდ ვეხმარებით სწორი მიმართულების და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. სიმართლე გითხრათ, ჩემთვისაც კი, ექიმისთვისაც, პირველ ეტაპზე, როდესაც ამ 10 წლის წინათ პირველად თუ შეიძლება ცოტა მეტი ხნის წინათ პირველად ბარიატრიული ქირურგიის შესახებ მოვისმინე და მაშინ თქვენ მე არ მიცნობდით, მაგრამ მეც მქონდა ეს პრობლემა, ბატონო ლაშა. ჩემთვის ერთადერთი დანიშნულება მეგონა რომ იყო მხოლოდ და მხოლოდ სიმსუქნესთან ბრძოლა. მაშინ თავის დროზე ბევრი წავიკითხე ამის შესახებ, რომ ეს იყო პირველი ეტაპი, სლივ გასტრექტომია მომსამზადებლად, შემდგომში ბაიპასისთვის, ანუ მეორე სახის ქირურგიული ჩარევისთვის. ცოტა მოგვიანებით გამიჩნდა ეს ინფორმაცია და მე თვითონაც როგორც ექიმად ასკვნა გავაკეთე, რომ ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ სიმსუქნისთვის განპირობებული ქირურგიული ჩარევა. აი, ბევრი რამე შეიცვალა, ხო, ბარიატრიულ ქირურგიაში. ვითარდება დარგი დღესაც ვითარდება ახალგაზრდა დარგია და რა ვიცი მე ველოდები და ხვალ ზეგ კიდე ახალ
ახალი ოპერაციის ტიპები წამოვა და ახალი დაავადებები, რომლის მკურნალობასაც ჩვენ შევძლებთ. საერთოდ გაიზრდება ამ დაავადებების ჩამონათვალი, რომელიც აი ასეთი ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგით მოხდება ამ დაავადებასთან ბრძოლა. ეს ოპერაცია, როდესაც პირველად შექმნეს, იმიტომ რომ ითვალისწინებდა ამ მეტაბოლურ პრობლემებთან ბრძოლასაც თუ შემდგომში გამოჩნდა როგორც ჩვენება. შემდგომში გამოჩნდა ეს განვითარდა, როგორც მოგახსენეთ, ვითარდება ყველაფერი და შემდგომ განვითარების ერთ-ერთ ეტაპზე აღმოჩნდა, რომ აქ მეტაბოლური პროცესების მოგვარებაც შეიძლება ამ ჩარევის დროს. მოგეხსენებათ, რომ ძირითადად ორი ტიპის ბარიატრიული ოპერაციები, ერთი არის რესტრიქციული, ძლივს ასაც ეძახის და რაც ძალიან ანუ კუჭის დიდი სიმრუდის მოკვეთა. ხო, დაპატარავება ესე ვთქვათ. და მეორე კომბინირებული ოპერაციები, რომელიც კუჭის დაპატარავებასთან ერთად თავის თავში გულისხმობს წვრილი ნაწლავის ნაწილის გამოთიშვას, რაც მალაბსორბცია, ანუ მიღებული საკვების ვერმონელებაში ვერმონელებას იწვევს. მექანიკურად ვიწევთ, რომ საკვების ნაწილი მოუნელებელი გამოდის ისე ორგანიზმიდან, იმიტომ რომ არ ხდება მისი მონელება, რადგან წვრილი ნაწლავის ნაწილი ხდება ამ საჭიროების ტრაქტიდან გამოთიშვა, ესე ვთქვათ, უხეშად. თვითონ კუჭის მოცულობა ხომ მაინც მცირდება ამ დროს. კუჭის მოცულობა მცირდება, თუმცა არის ახლა ახალი მონაცემები, როდესაც არ ხდება კუჭის მოცულობის შემცირება და მალაბსორბციის დამატება ხდება ამის ყველაფერს, ანუ კუჭი რჩება თავისივე ზომის და ანუ ეს კიდე ახალი ტიპის ოპერაცია. მაგრამ ნუ ნახოთ, ახლა ხო გესმით ეს ვითარდება ეს და ნახოთ, შედეგები ძალიან ისეთია, აი ამას წლები ჭირდება, ათეული წლები უნდა გავიდეს, რომ ჩვენ ნახოთ როგორ განვითარდა ამ პაციენტის მდგომარეობა, როგორ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორ შეიცვალა, რა არის ამის დადებითი, რა არის უარყოფითი. დღეს ამაზე მსჯელობა ძალიან რთულია, თუმცა არსებობს ესეთი ტიპის ოპერაციები, რომელსაც გარკვეული ტიპის ქირურგები იყენებენ და ნახოთ რა იქნება ამას მომავალი გვაჩვენებს ჩვენ. მე რამდენადაც ვიცი, თქვენ განყოფილებაში ყველა სახის ქირურგიული ჩარევა ხორციელდება. დღევანდელ დღეს რაც არის მსოფლიოში აღიარებული, მოწოდებული ბარიატრიული და მეტაბოლური ტიპის ოპერაციები, ყველა სრული მოცულობა გეთდება ჩვენს განყოფილებაში, ჩვენს დეპარტამენტში, ჩვენ არის ბარიატრიული, მეტაბოლური და ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტი. აქ არა მარტო ჩვენ ბარიატრიული ოპერაციები, ყველა ტიპის ოპერაცია და ონკოლოგიური ოპერაციების ჩათვლით, ყველა ტარდება, რაც ზოგად ქირურგიაში გვაქვს ჩვენ ეს ოპერაცია. კი, გასაგებია და რაც მთავარია, ინფრასტრუქტურა, რომელიც შექმნილია ამ ქირურგიის გარშემო. ჩვენ ახლა ჩვენი პრიორიტეტი ეს არის. მე ვიტყოდი, რომ საქართველოში შეიძლება ერთადერთი კლინიკაა ეს, სადაც სრული მოცულობით არის ყველა განყოფილება წარმოდგენილი, ყველა დარგი მედიცინის, ყველა წარმოდაწყებული რადიაციული მედიცინა, დამთავრებული ძვლის ტრანსპლანტაცია, ნეფრაი, ყველა სრული ვიზუალიზაციის ყველა შესაძლებლობა, პოზიტრონების სრული კი, ყველაფერი. ანუ ჩვენ მოვყევით. კი, არა, ეს ძალიან დიდი პლუსი და საშუალება, რომ შენ არანაირი პრობლემა არ აქვს. ნებისმიერი სპეციალისტი შენს გვერდით დადგება, როდესაც კი დაგჭირდება ეს და ამიტომ ეს არ ვიცი, ესეთი შესაძლებლობა არ ვიცი, მე არ ვიცი, შეიძლება არის სადღაც, მაგრამ მე არ ვიცი, საქართველოს თუ სადმე აგიდა. მე პირადად მომსწრე ვარ, თქვენ რამდენი პაციენტი გყავთ, არა მხოლოდ ქართველები, არამედ სხვა ქვეყნიდან და როგორც აღმოჩნდა, ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, ესეთი ჩვენი არაქართველი მოსახლეობის. კი, არის ეგეთი სამედიცინო ტურიზმია ძალიან განვითარებული, ზუსტად ამ ბარიატრიული და მეტაბოლური მიმართულებით. ეს ჩვენგან კი საქართველოსთან კი თურქეთში მიდის ძალიან დიდი ნაკადი ამ პაციენტების, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ რომ მოვიზიდოთ და უცხოეთიდან ჩამოვიყვანოთ ჩვენთან პაციენტები და აქ გაუწიოთ ეს დახმარება ძალიან კვალიფიციური ჩვენ შეიძლება ვთქვათ რომ ევროპას კონკურენციას უწევთ თავსას, იმიტომ რომ ხალხ შეუძლია იქაც გაიგეთოს ეს და ჩვენთანაც, მაგრამ მითხრა რომ ჩვენთან აქ ბევრი ფაქტორია გამსაზღვრელი, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმთან ერთად და სერვისის მაღალ დონეზე მიწოდებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ფასიც არის გამსაზღვრელი აქ ამის ყველაფერი. რა თქმა უნდა. ხო, თუმცა როცა ადამიანის ჯანმრთელობას საქმე ეხება, ასეთ შემთხვევაში პრიორიტეტულად პირველი ხაზის
განხილვად მატერიალური მხარე აღარ რჩება ხოლმე. არჩევა, მაგრამ ეხლა გესმით, ეხლა კონკურენცია არის. თურქეთი მაგით არის ჩვენთან კონკურენტი, რომ იქ დაბალ ფაზას და მიდიოდა ხახდა უამრავი პაციენტია, რომელიც შემდგომ იქ პრობლემები შეექმნა და უკვე საქართველოში ეძებს შველას და ჩვენთან არ უნდა რომ ეს მიტო ამბობ ამას რომ ხალხი ზუსტად საზოგადოება ეხლა რა თქმა უნდა ეს არ არის ჯანმრთელობასთან ფინანსები მოსატარი, მაგრამ არის ეს დღეს გვაქვს ეს ზუსტად ამ ფასების გულისთვის ქართველი ადამიანი მიდის და თურქეთში იკეთებს ოპერაციას. შემდგომ იქ რაღაც უამრავი გართულებების აქ შეიძლება მოხდეს მონიტორინგი ჭირდება ელემენტარულად. რა თქმა უნდა, ეს არ არის პაციენტს ეს არ არის გავაკეთეთ ოპერაცია, კარგი იქნებოდა რომ ესეთი ოპერაციები არსებობდეს, გავაკეთეთ ოპერაცია და დამთავრდა მისი პრობლემა მოგვარდა და აღარაფერი პრობლემა არ აქვს. ამას ხანგრძლივი დროის მანძილზე თუ არა მთელი სიცოცხლის მანძილზე ესაჭიროება მონიტორინგი. აი სწორედ ჩემი კითხვაც ამას უკავშირდება ახლა შემდეგობით თქვენ ბრძანეთ რომ სიმსუქნეთ მეტაბოლური პრობლემა. მხოლოდ პაციენტის სურვილი გაიკეთოს ოპერაცია არ არის საკმარისი. რა თქმა უნდა, ეს არ არის კოსმეტიკური ოპერაცია, პლასტიკური ოპერაცია, რომ ჩვენებები აქვს ამ ოპერაციას. ამ ოპერაციის ძირითადი ჩვენება არის ბარიატრიული ოპერაციასაც შეეხება არის BMI, ანუ სხეულის მასის ინდექსი უნდა იყოს 40-ის ზემოთ. თუმცა როდესაც საქმე აქვს მეტაბოლურ ოპერაციებთან, აქ სხეულის მასის ინდექსი ესეთი მკაცრი აღარ არის. შეიძლება იყოს 35 BMI, თუ თქვათ არის შაქრიანი დიაბეტი პაციენტთან, თუ არის მაღალი ჰიპერტენზია, თუ არის სახსრების პრობლემები, შეიძლება და თუ ძიმე ტიპის დიაბეტია, თქვათ შაქრის ციფრების კონტროლირება თუ ეხდება მედიკამენტოზურად, შეიძლება ეს სხეულის მასის ინდექსი 30-მდეც კი ჩამოვიდეს, ანუ დაბალ BMI-ზედაც შეიძლება გაკეთდეს. ანუ ინდივიდუალურად განიხილება კონკრეტულ სიტუაციაში. ეს ყველა პაციენტს ესე შეეხება, ინდივიდუალურად არის ეს ოპერაცია, ყველა არის ინდივიდუალური და უნიკალური ოპერაცია, იმიტომ რომ რაღაც რა თქმა უნდა ოპერაციის ტიპი არის, რომ ამ ოპერაციის მსვლელობის დროს ესე უნდა გაკეთდეს. სხვა ოპერაციის დროს წესი რაღაც ყველაფერს თავისი აქვს, თუმცა მაინც ეს ყველა ოპერაცია პაციენტზე მორგებულია მისი ყველანაირი გამოკვლევების გათვალისწინებით რა, რაც ჯანმრთელობას შეეხება. და დიდი ალბათობით რახან ეს მაინც მეტაბოლური ქირურგიული ჩარევა არის მთელ რიგ შემთხვევებში, ალბათ ძალიან ბევრი პაციენტები იქნება, რომელსაც ურჩევს მკურნალი ენდოკრინოლოგი, ხო, ან რომელიმე სხვა დარგის ექიმი იგივე დაუშვათ გნებავთ რეუმატოლოგი, ჰეპატოლოგი. იმიტომ რომ გვიძლის გაცხიმონება თქვათ, ცხიმოვანი დაავადება ერთ-ერთი ჩვენება შეიძლება იყოს. მეტაბოლური ოპერაციის წარმოების, რა თქმა უნდა, შაქრიანი დიაბეტის დროს უკვე ძალიან ფართედ გამოიყენება ეს ამ ოპერაციების გამოყენება ძალიან ფართია. მსოფლიოში არა მარტო ჩვენთან. სუნთქვის უკმარისობა, ძილის აპნოე ახსენეთ თქვენ. დიახ, ერთ-ერთი იყო შემაწუხებელი კლინიკური შეველი ეს მაღალ BMI-სთან ერთად ეს ჩვენება ამ ოპერაციის წარმოების სახსრების დაავადებები, როდესაც პაციენტს გადაადგილება უჭირს თავის შეიძლება არ იყოს ძალიან მაღალი BMI, თქვა 40 არ იყოს 35 თქვა, მაგრამ ეს უკვე ჩვენებაა, იმიტომ რომ ვერ გადაადგილდება ადამიანი, დაიგლებს ზონაში და ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდება. გჭირდებათ თუ არა ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის ჩართულება ასეთ პაციენტებთან? ზუსტად, აი ოპერაციის უკუჩვენებები ძალიან ბევრი არ არის, რა თქმა უნდა, როცა BMI არის და დამხლები დაავადება, მაგრამ ფსიქიური აშლილობები, ქცევითი აშლილობები, ბულიმია, ეს უკუჩვენებები ამ ოპერაციის, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, უკუჩვენებები ამ ოპერაციის, მძიმე დაავადებები, თქვათ სასუნთქის სისტემის, ჰეპატობილიარული სისტემის მძიმე დაავადებები, სიმსივნური და ინფექციური დაავადებები, უკუჩვენებები ამ ოპერაციის, უკუჩვენებები ასევე ორსულობაც ამ ოპერაციის. თქვენ ახსენეთ ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ეს ყველა ეს პაციენტი გადის ფსიქოლოგის კონსულტაციას. ყველა პაციენტი და ფსიქოლოგის დასკვნის გარეშე არც ერთი პაციენტი არ შეიძლება რომ თქვა შევიდეს საოპერაციო ბლოკში. გათვითცნობიერებულმა უნდა გაიკეთოს ეს ოპერაცია. რა თქმა უნდა, გამოგითვალეთ ის გართულებები თუ ჩვენ ეს გამორჩა ვინმეს და ასეთ პაციენტს გაუკეთო ოპერაცია ძალიან დიდი პრობლემების წინაშე სიცოცხლისათვის სახიფათო გართულებების წინაშედაც კი შეიძლება დადგეს პაციენტი ასეთ დროს, ამიტომ აი ამ უკუჩვენებების მკაცრი გათვალისწინება არის აუცილებელი და მათი უზრუნველყოფა დამკვირვებელი იქნება პაციენტისთვის. თუ ყოფილა შემთხვევა, რომ აი მოსულა თქვენთან პაციენტი კონკრეტულად ერთი ქირურგიული ჩარევისთვის და თქვენ გასათანადო გამოკვლევების შემდეგ ურჩიეთ სულ სხვა ტიპის ოპერაცია. რა თქმა უნდა, იმიტომ პაციენტებმა როგორც წესი არის ზოგიერთი პაციენტი, რომელიც ძალიან გათვითცნობიერებულია და ძალიან სასიამოვნო ასეთ პაციენტთან ურთიერთობაზე ყველაფერი იცის და ასე. რა თქმა უნდა, ხა ყველაფერი ვერ წოდდება თუ სამედიცინო სფეროში არ აქვს შეხება, მაგრამ
ოპერაციის შერჩევა პაციენტის სურვილზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამიტომ ზოგჯერ თუ ემთხვევა პაციენტის სურვილი და ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის ტიპი, მაშინ შეიძლება უთხრათ, რომ გავითვალისწინოთ ასეთი მდგომარეობა, მაგრამ ესე იმპერატიულად რო გითხრას პაციენტს, აი ეს ოპერაცია მინდა, თუ არ არის მისთვის ეს ოპერაცია სასარგებლო. მოკლედ პირველი სკრიპკა გადაწყვეტილების მიღების დროს პაციენტი არ არის. პაციენტი არ არის კი, სამწუხაროდ ესე არ არის. ხო, თუმცა იმ მეორე სახის ქირურგიული ჩარევას იმასაც ხო თავისი გაჩვენება აქვს და რა თქმა უნდა ესეც მომგებიანია პაციენტის. ხო, რატო გააჩნია ხა ძალიან ინდივიდუალურია ყველა მიდგომა და პაციენტს აპრიორი ეს ოპერაცია მინდა, ეს ოპერაცია იმ ოპერაციაში ჯობია ეს არ არის, თქვათ რომ აი ეს თქვათ ერთი ტიპის ოპერაციები კარგია, მეორე ტიპის ოპერაციები ცუდია და ის არ მინდა და ეს კარგი მინდა ეს არ არის. ყველა ოპერაციას თავის ჩვენება აქვს და ყველა ოპერაცია თავის დროზე, თავის ჩვენებით თუ გაკეთდება ის იქნება პაციენტისთვის შველა და პაციენტთვის სასარგებლო. ამიტომ აი ალბათ, როდესაც თქვენთან პირველ ვიზიტს, ქირურგთან პირველ ვიზიტს განახორციელებს პაციენტი, ამის შემდეგ იწყება მეორე ეტაპი, ხო, რაღაც მომზადება, ან რაღაც გარკვეული მედიკამენტოზური ჩართვა და ჩარევა ქირურგიული ჩარევის მომზადებისთვის. ხო არის აი რაღაც მთელი რიგი პათოლოგიები იგივე კუჭის. დროს ხდება BMI-ის, ნახოთ შეხედოთ ვინ არის, როგორი BMI აქვს, ამ სხეულის მასის ინდექსი როგორ არის. შემდგომ ხდება პაციენტის სრულფასოვანი შესწავლა პირდ ენდოკრინოლოგიური კუთხით, როგორც წესი. ყველა სპეციალთერაპიული კუთხით. როგორც გითხარით, ფსიქოთერაპევტმა უნდა ნახოს ყველა პაციენტი. და ყველაფერი ამის შეჯამების შემდეგ ხდება ზუსტად გადაწყვეტილების მიღება და პაციენტის ახსნა თუ მისთვის რა ოპერაცია იქნება კარგი და ეს ოპერაცია მის ჯანმრთელობის მდგომარეობას როგორ გააუმჯობესებს, რა სიმპტომებს უნდა ვებრძოლოთ და ასე შემდეგ. ფინანსდება ეს ოპერაციები? სახელმწიფოს მიერ კი რეფერალი აფინანსებს, არის ესეთი რეფერალური. პირდაპირ ჩვენების დროს. რეფერალი, ხო, აი, როდესაც მაღალი BMI 50 და ზემოთ როდესაც არის BMI სასიცოცხლო ჩვენებით, კი, ფინანსდება ნაწილობრივ, რაპიდულად ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფო. კერძო სადაზღვევო კომპანიები? კერძო სადაზღვევო კომპანიები არ აფინანსებენ. არც ჩვენების დროს? რა საინტერესოა, რატომ? ესეც ხო ისეთივე ქირურგიული ჩარევაა სიცოცხლისთვის. ჩემი კომპეტენცია აქ თავდება და იქეთ ვერ მოგახსენებთ კერძო სადაზღვევო კომპანიაში თუ გინდათ. მე აუცილებლად დავპატიჟებ ერთ-ერთ გადაცემაში სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენელს და ქირურგებს და ვისაუბროთ, რატომ შეიძლება რომ არ იყოს ეს მნიშვნელოვანი. დიდი ინტერესით მოვუსმენ მაგას რა არგუმენტები ექნებათ იმისათვის, რომ სასიცოცხლო ჩვენებით როცა ჭირდება პაციენტს და დაზღვეული ეს კერძო სადაზღვევო კომპანიაში იმას უარი რომ უნდა უთხრობ ფაქტურად წირავს დიწირებს ადამიანი თუ არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა. სასიცოცხლო ჩვენებით საჭიროა. რა თქმა უნდა, ახლა კოსმეტიკური ჩვენებებით შეიძლება. ანუ კოსმეტიური ვიტმინოს შეიძლება ადამიანმა. ზაღარ როცა ბარიატრიულ ოპერაციებზე საუბარდება ბარიატრიული მეტაბოლიზმი, კოსმეტიკა ალბათ აი ხა ჩემთვის წარმოუდგენელია რომ ადამიანს რომელსაც აქვს მაღალი BMI იმას არ ქონდეს მეტაბოლური პრობლემა ხო გამორიცხულია არის ახალგაზრდა პაციენტები თუმცა ისინი გაცილებით უფრო მაღალ რისკში არიან ახალგაზრდა ასაკიდან სიცოცხლე როგორც აღნიშნეთ არის დაავადება ძალიან მძიმე დღეს თუ არ არის ეს პრობლემები ახალგაზრდა ასაკიდან გამომდინარე და ორგანიზმის რესურსიდან გამომდინარე წლების შემდგომ აუცილებლად იჩენს თავს ეს ყველაფერი და რაც რულად გაკეთდება ეს და პრევენციაც არის ხო ამ დაავადებების და უფრო ამ პაციენტის უკუნალობა იაფი დაჯდება უფრო არ იქნება ეს და სახელმწიფოს დანახარჯი არ იქნება ძალიან ბევრი ფაქტორებია აქ ეხლა და ამაზე შეიძლება ცხოვრება შაქრიანი დიაბეტის მარცხანა ვილაპარაკოთ ირამდე მაგრამ ნუ დღევანდელი მოცემულობა ესეთია რამდენ ოპერაციას აკეთებთ თვეში დაახლოებით თვეში დაახლოებით 40 ოპერაციამდე 40 ოპერაცია 30 40 30 ეს როგორი პოპულარი, როგორი საჭიროა ქირურგიული ჩარევაა? როგორ გითხრათ? კი, ნამდვილად ასეა, ძალიან მნიშვნელოვანია და იმ ადამიანებისთვის განსაკუთრებით ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ კოსმეტიკური და ეს არ არის მხოლოდ მეტაბოლური, ეს არის მენტალურიც და ადაპტაცია საზოგადოებაში თვითშეფასების ამაღლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამ საკითხზე მე ძალიან ხანგრძლივად და ფლად შემიძლია ვილაპარაკოთ. აუცილებლად დააინტერესებს ჩვენს მსმენელს რამდენი ხნიანი ჰოსპიტალიზაცია ჭირდება, როგორია რეაბილიტაციის პერიოდი, რა კლინიკური ჩივილები შეიძლება გქონდეთ ამ პერიოდში, რამდენად ხშირად ჭირდებათ მას მონიტორინგი, ექიმთან მისვლა, თქვენი მეთვალყურეობა. ჩვენ აი ძალიან დიდი ხანია უკვე ოპერაციებს ვაკეთებთ და ჩვენ თვალწინ განვითარდა ეს დარგი რა, როდესაც დავიწყეთ ამ ოპერაციების კეთება.
დაყოვნება გრძელდებოდა დაახლოებით 4 დღე, 5 დღე, ხანდახან 6 დღე ვაყოვნებდით პაციენტს, უყურებდით დრენაჟები, ნაზუგასტრალური ზონდია, ეს ყველაფერი, შარდისფუშის კათეტერი, სკრუპულოზურად ძალიან. ეხლა პაციენტი მოდის გამოკვლეული რა თქმა უნდა ყველაფერი დიაგნოზი დასმული ოპერაცია. ეს უკვე წინასაოპერაციო პერიოდი არის. წინასაოპერაციო პერიოდი გავლილი აქვს. გავლილი აქვს, დიახ. ყველაფერი და ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, პაციენტს ყველაფერი ახსნილი აქვს და ოპერაციის დღეა. გავაკეთებთ ოპერაციას. პაციენტს აღარც ნაზუგასტრალური ზონდი, ანუ გვერდან ზონდი ძალიან აქტუალურია, მე ჩემდა უნებურად მომიწია გარკვეულ ჩატებში ნახვა ამის და პაციენტების ეს კარგია ძალიან და მიუთითებს ქირურგიის განვითარებაზე, როგორ განვითარდა და დაიხვეწა ეს ტექნიკა. ხარჭირდებათ ნაზუგასტრალური ზონდი? აი ზუსტად წუწუნ იმაზე კი არ არის თქვა რაღაც ტკივილები ქონდა, რაღაც გაურთულდა ასის და ნაზუგასტრალური ზონდი გედგათ, შარდის ბუშტის კათეტერი გედგათ, არ გითხავსო და არც ერთი არც მეორე დრენაჟი არის დრენაჟი. ანუ ეს ყველაფერი ისე დაიხვეწა ეს ტექნიკა ამ ოპერაციების, რომ აღარ ჭირდება პაციენტს. პაციენტი იმ დღესვე ფეხს ედგება. პაციენტი იმ დღესვე იწყებს სითხის მიღებას. მეორე დღეს სეირნობს განყოფილებაში და მესამე დღეს სახლში. ამბულატორიულ მეთვალყურებას. ამბულატორიულ მეთვალყურებას. 48 საათი მაქსიმუმ ყომდება პაციენტი კლინიკაში. და შემდგომში გადაბარდება, ასე ვთქვათ, რა ენდოკრინოლოგს. თქმა უნდა, ჯერჯერობით ქირურგი ჩვენ მეთვალყურებთ პირველი 10 დღე 2 კვირის მანძილზე. ენდოკრინოლოგთან ერთად აუცილებლად ქირურგიც არის ჩართული ამ პროცესში. ესე არ არის, რომ ენდოკრინოლოგს გადავაბარეთ და всё, ქირურგებმა ხელი დავებათ. ესე არ არის. ქირურგთან ერთად ენდოკრინოლოგთან ერთად ქირურგიც მეთვალყურებს ამას, რა თქმა უნდა, გარკვეულ ეტაპზე შეიძლება დაჭირდეს თქვა ჩვენი რაღაც გარკვეული კონსულტაცია. მაგრამ ძირითადად ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი კვებითი რეჟიმის შესარჩევად. რა თქმა უნდა, ამათი. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველას ერთნაირად არ შეუძლია რომ მიიღოს ერთი და იგივე საკვები. ეს რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ საუბრობთ ოპერაციის წინაც, რომ ესე იქნება პოსტოპერაციული მართვა როგორი უნდა იყოს კვების რეჟიმი როგორ ექნება პაციენტმა იცის ეს სიურპრიზი არ არის. რა თქმა უნდა, სიურპრიზი არ არის, რომ ეხლა თუ გაიგეთ ოპერაცია და ეგონა რომ ესე იყო და უიმერაღო, ესე არ იცის მან ეს ყველაფერი და ოპერაციამდე ახსნილი აქვს მას თუ როგორ უნდა იცხოვროს პოსტოპერაციულ პერიოდში, იცის რომ მის ცხოვრებაში ძალიან დიდი ცვლილებები მოხდა, ხდება ამით და რადიკალურად უნდა შეცვალოს ის კვების რეჟიმი, ის კვებითი ქცევა, ყველაფერი უნდა შეიცვალოს და უნდა გახდეს უნდა იწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესი. ეხლა სამი სიტყვით რო ვთქვა. აქვე რო არ დაგისვათ ეს კითხვა არ შემიძლია. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტი გამოცდილება გროვდება ადამიანების, რომლებმაც მეორედ გაიკეთეს ეს ოპერაცია. რევიზიულ ბარიატრია. დიახ. ამის მიზეზი ძირითადად არის ზუსტად რაც თქვენ ახსენეთ სლივ გასტრექტომია. ეს არის ის ანუ კუჭის დაპატარება რესტრიქციული ტიპის ოპერაცია, რომლის შემდგომაც ყველაზე უფრო ხშირად ხდება წონის რევერსი ეწოდება, ანუ წონის დაბრუნება. ასე დროს ჩვენ და წონის დაბრუნებასთან ერთად შეიძლება დაბრუნდეს ის დაავადებები, რაც ჩვენ ჩამოთვალეთ და ვისაუბრეთ. ანუ წონა ბრუნდება, იმიტომ რომ ადამიანი ნელ-ნელა ზრდის სავის საკვების არ უღებს კვებით რეჟიმს აღვევს, არ იცავს იმ წესებს და კუჭს მოგეხსენებათ, გააჩნია ძალიან დიდი ადაპტაციის უნარი და იზრდება და ჩვენ შეიძლება ზოგჯერ გავაკეთებ ოპერაციები და იქ ვერც მიხვდება ვერავინ, რომ თუ და არ დააკვირდა, თუ ოპერაცია. საერთოდ თუ იყო ოპერაცია. კუჭის რეზექცია გაკეთებული, სიუგასექტომია საერთოდ თუ იყო. ანუ ხდება ასეთ ოპერაციების სხვა ოპერაციის ტიპში გადაყვანა, ასე ვთქვათ, ძირითადად ბაიპას ოპერაციების გაკეთება ხდება ასეთი რებარიატრიული ოპერაციების დროს. ასეთ შემთხვევაში მაინც ალბათ ფსიქოლოგიური პრობლემას უნდა ვეძებოთ, იმიტომ რომ ადამიანი რომელმაც ერთხელ ვერ შესძლო, რა გარანტია რომ მეორეთაც იგივე პრობლემა არ დაემართება? აი ეს რაც მოგახსენეთ კომბინირებული ტიპის ოპერაციები, როდესაც რესტრიქცია და მალაბსორბცია ერთად ვითარდება, ასეთ დროს ძალიან შესაძლებელია თუ მოინდომებს ძალიან ადამიანი ისევე, მაგრამ შანსი და გართულების გაცილებით უფრო მცირეა. გართულების რისკი, ანუ წონის რევერსის რისკი ძალიან მცირეა ასეთ დროს. და როგორ ასხვავებთ, რომ დაუშვათ ურჩევთ, რომ გაიკეთოს სლივ გასტრექტომია თუ გაიკეთოს ბაიპასი ერთი და იგივე BMI-ზე?
კომორბიდები, ძირითადად არის კომორბიდები, ასე ხანდარჩული თანხლები პათოლოგიები. დაავადებების დროს, თანხლები დაავადებები, როდესაც არის BMI-ს, რა თქმა უნდა, გასასვლელი ძალიან მაღალი BMI-ის დროს, აი ძალიან როდესაც არის 60, 65, 280, აი ძალიან მაღალი წონის დროს, რას თქვენ ბრძანეთ, ეს ადრე იყო საუბარი, რომ ეს არის ეტაპური ოპერაცია, სლივ გასტრექტომია და შემდგომ უნდა გაკეთდეს, აი ზუსტად ასეთ დროს სლივ გასტრექტომიას ურჩევთ, როდესაც უნდა დაიკლოს გარკვეული წონა და შემდგომ შეიძლება უკვე ბაიპას ოპერაციაში მოხდეს ამის გადაკეთება. ანუ გაიკეთოს ჯერ სლივ გასტრექტომია, მივიდეს კი, კონკრეტულ ბატონო, წონამდე და ასეთი- შემდგომში უკვე ესეთი გაიკეთოს кейსები, ბაიპასი. ესეთი პაციენტებიც არის, რომელსაც ძალიან მაღალი BMI. დაახლოებით რამდენი ხნის მერე იწყებენ უფრო მეტად საკვების ულუფის გაზრდას, რამდენი ძალიან ინდივიდუალურია, ზოგიერთი უკვე 3-4 თვის მერე ცდილობს, მაგრამ აქ თუ ფსიქოთერაპევტი სწორად მიუდგა და ჩვენ სწორად გამოვიცანეთ ამ პაციენტის ფსიქოტიპი, წესდაკანონით არ უნდა მოხდეს ეს. მაგრამ არის ზოგჯერ, რა ვიცი ხა, ისეთი პაციენტი, რომელიც მალავს. შეიძლება ძალიან ინდივიდუალური, შეიძლება 5 წლის თუდად არის, მაგრამ მაინც ჭამს. მაინც ჭამს. თუდად არის, მაგრამ მაინც ხო, უნდა. ეს ერთმნიშვნელოვნად ფსიქოლოგიური პრობლემა ეს არ შეიძლება რომ იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქირურგის გადასაწყვეტი პრობლემა. არა, ნუ ეს არის ხა მულტიდისციპლინარული ჯგუფია, სადაც შედის როგორც ქირურგი, ენდოკრინოლოგი, ფსიქოთერაპევტი, თერაპევტი, კარდიოლოგი, პულმონოლოგი. თითქმის ჩვენ კლინიკაში რა დარგებიც არის, ძალიან დიდი ნაწილი უკვე ჩართულია ამ პაციენტების მართვაში. ბატონ ლაშა, სულ 2 წუთი უნდა შევწყვიტოთ ახლა ჩვენი გადაცემა და მე შემდეგ ჩართვაზე რაღაც შემაჯამებელი სიტყვით დავბრუნდეთ. 2 წამით მშვიდობები ჩვენ სტუმრებს და სულ ძალიან მალე დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში ჩვენ სტუმართან ერთად.